დილა მშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ? ახალი ამბავია. გარდაიცვალა ტიტულარული მიტროპოლი სერაფიმ ჯოჯუა. და მინდა ამის შესახებ 1-2 სიტყვა ვთქვა და ამიტომ დაველოდები პირველ მაყურებელს. რომ შემომიერთდებიან, შეგიძლიათ თქვენ იუთუბერებო გადაახვიოთ, იქ დავდებ მე მონაცემს, რომელი წუთიდან შემომიერთდებიან და შემდეგ YouTube-ში, ინფობოქსში გადავხდეთ. აი, შემომიერთდნენ უკვე, მადლობა. მოგესალმებით პირველ მაყურებელო და დანარჩენებს ხებს, ვინც ამ ვიდეოს ნახავს. მე ვარ თამარი ინასარიძე გეფარდი და შემიძლია გელაპარაკოთ დღეს იმ საკითხზე, რაზეც უკვე დიდი ხანია გელაპარაკებით. სულ დაახლოებით 4 წელია ალბათ არც არის გასული. დილა მშვიდობისაც ირა. როდესაც მე სული წმინდის ჩაძახილით მივედი ილია მეორესთან. და როდესაც მე მას მივუტანე საჩუქრები, ეს იყო 2 მადლის ქვა, თუმცა ილია მეორემდე ეს ქვები არ მიმატანინეს, რადგან ამ ვითარებას ჩაერია, ამ პროცესში ჩაერივნენ საპატრიარქოს დაცვა, შემდეგ შიგა დაცვა, გარე დაცვა და შემდეგ ყველა მიტროპოლიტმა თუ ყველა პირმა, რომელმაც ამ ამბავის შესახებ გაიგო, დაახლოებით იყვნენ ეს 700,000 ადამიანი, არც ერთმა ყური არ შეიფერთხა იმისათვის, რომ ეს საკითხი მომხდარიყო. პირველი, ვისაც დავურეკე მე, როდესაც ილია მეორის კართან ვიდექი, იყო სერაფიმ ჯოჯუა. სერაფიმ ჯოჯუას ეპარქიაში, მოგეხსენებათ, არის ჩემი ძმა, რომელიც ბერი არის და რადგან მეუფეს ითხოვდნენ ან მიტროპოლიტს, რომელი მეუფისგან ხარ, ან მიტროპოლიტისგანო, პირდაპირ მნიშვნელობით, ხო, ვისაც დაურეკავდი, ყველაზე ახლო ვინც არის ჩემთან, იმ მომენტში ჩემი ძმა და გადავრეკე და გავაფრთხილე, რომ იქნებ გააგებინოთ ილიას რამენაირად, რომ სტუმარით გავარ კართან. სერაფიმ ჯოჯუა არის და იყო, უпростоრად უკვე იყო, ილია მეორის ცოდვების აღსარების ჩამბარებელი. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ილია მეორე მასთან აბარებდა ცოდვებს. ყველაზე ახლო პირი, ვინც კი ილიას ყავს, არის იმ დროს, როცა მე ილიას კართან ვიდექი, სერაფიმ ჯოჯუა. ვურეკავ მის წარმომადგენელს და 4 წლის შემდეგაც ამ ადამიანისგან მე არანაირი ინფორმაცია არ მომსვლია, ან ბოდიშით, ან იქნებ გავარკვიოთ რატო იყავით, იქნებ გავარკვიოთ რა გინდოდათ, არანაირი უკვე რეაქცია არ ყოფილა ამ პიროვნებისგან. და გავიდა მესამე წელი და უკვე დაიწყო რეაქცია. ზეციდან ჩართეს რეაქცია, რომელსაც ელიან უკვე 3 წელი ელოდებიან იმ ხალხისგან, რომელი ხალხიც ჩარეულია ამ საკითხში და გარეულია. რომელი ხალხიც პირდაპირ და ირიბი მნიშვნელობით ჩემი სისხლის მონათესავე ადამიანებთან კონტაქტში იყვნენ და არიან და რომლებმაც არანაირი რეაგირება არ გააკეთეს ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც თამარი მივიდა ილიასთან. როდესაც მე მივედი ილიასთან. მე ვერ გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი მოხდება 64-ში, ნამდვილად ვერ მოხდება 64-ში, მისი სული ახლა იქნება ძალიან დიდი განსაცდელების წინაშე და საზვერებს ვერ გაივლის, რამე თუ მან ვერ შეასრულა თავისი დავალება და ძალიან ვწუხარ ამას. მას, როდესაც საზვერების გავლა დამთავრდება და მისი სული გადაინაცვლებს იქ, სადაც ცეცხლია, უკვე მისი ცოდვები, რომელიც დაკავებული იყო მასთან ილიას
მიერ გამოგზავნილი და ილიას მიერ გადაბარებული, მისი ცოდები დაბრუნდებიან უკან და მივლენ იმ ადამიანთან, რომლებმაც გადააბარა. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ილიასთან დაბრუნდება ყველა თავისი უმძიმესი ცოდვა და შემდეგ დაიწყება ამის პროცესი. ილია მეორე შეიწირავს ყველა თავისი ანს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ქვესკნელური რეაქციისა და საბოლოო ჯამში იმისათვის, რომ თავისი სული გადაარჩინოს, შეიწირავს და დროს გაახანგრძლივებს ყველა თავის იანით. ვინ არიან თავის იანები? ჩვენ ვუწოდებთ თითქოს და წმინდა სინოდს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ეს სინოდის წევრები არიან ყველა ილისიანები. და როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ უკვე ზეციდან პასუხი გაგვცეს, რომ ჩვენ წავიყვანეთ ჯოჯოების სერაფიმი, აქ უკვე უმაღლეს მთავართან გვაქვს, ქვესკნელის უმაღლეს მთავართან გვაქვს საკითხი, ილიას მერე, ილია მამაა, ხო? მაგათი. მაგრამ როდესაც უკვე სერაფიმი ყველაზე ზემდგომი ანგელოზია დემონებშიც და ასე შემდეგ ანგელოზებშიც, სერაფიმი როდესაც გაყავთ, აქ იწყება უკვე დიდი გაფრთხილება, რომ ფრთხილად იყავით. რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავი იგრძნეს, რეზონირდნენ ჩემი სიტყვით და თავი იგრძნეს დავალებულად, მაგრამ თავზევი ძალა არ ამაქვს და ვერ შეასრულეს თავისი საქმე, რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა? ანუ კიდევ გავიმეორებ, ცოტა კონკრეტულად ვიტყვი ვის. ადამიანებმა, მიტროპოლიტებმა, რომლებმაც თავი იგრძნეს ჩემი სიტყვისგან რეზონირებულად, ანუ რომელთანაც რეზონირდა ჩემი სიტყვა, მაგრამ გაშეშდნენ, არ გააკეთეს თავისი საქმე და რაღაც შემთხვევაში თავის გულის ყურში, გულის კუნჭულში მაინც სინდისი აწუხებდათ და მაინც თავზევი ძალა არ ქონდათ და არ ქონდათ კი არა, ქონდათ, მაგრამ არ აძლევდნენ თავზევი ძალას, აი ის ადამიანები, ეხლა ამ ადამიანებს ვაფრთხილებ. ასეთმა მიტროპოლიტებმა და ასეთმა მნიშვნელოვანმა სამღვდელო პირებმა. თუ კი ჩემი სიტყვა გაიგეთ, რეზონირდა თქვენთან, მაგრამ თავზევით ძალა არ დაატანეთ თქვენს თავს და არ გააკეთეთ ის საკითხი, რაც ზეციდან ჩამოიტვირთა, იცოდეთ, იქნებით შეწირული თქვენივე მმართველის მიერ, თქვენივე მამად წოდებულის მიერ, ილია მეორის მიერ. რამე თუ სულები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსასწორებელი კარგ მდგომარეობაში არიან, ყველანი შეიწირებით, იცოდეთ. ეს არ ხდება იმიტომ, რომ მე დაგწევლეთ, ეს ხდება იმიტომ, რომ ზეციდან ჩამოვიდა სიტყვა და თქვენ არ მიიღეთ ეს სიტყვა. და როდესაც თქვენ შეიწირებით ყველა და დომინო ეფექტი, რომელიც პირველი თავში დგას და პირველის მეორე უკვე წაიქცა, ეხლა უკვე დომინოს ეფექტის მოქმედება ძალიან სწრაფად მოხდება და თუ არ გამოეყოფით მაგ დომინოს ხაზს, ყველანი მიყვებით, იცოდეთ და ბოლოს ილიაც მიყვება. თქვენი არჩევანია, ეს მე გაგაფრთხილეთ მხოლოდ, კი არ დაგემუქრეთ, გაგაფრთხილეთ, თქვენი არჩევანია, იდგებით ამ დომინოს წრეში, თუ გამოეყოფით ამ დომინოს. გესმით? ამ დომინოს წრეს. გადაინაცვლეთ, თავზევით ძალა მოიძიეთ და დაატანეთ თავს ძალა, რომ გამოეყოთ ამ დომინოს წრეს, თორემ მიყვებით ზედ. ეს არის სიტყვა, რომელიც იტვირთება უკვე 4 წელია, მე-4 წელი დაიწყო და გაფრთხილებენ, გელიან, მაგრამ თქვენ არ შეგდით ყურებში. სერაფიმე ჯოჯუას ყველაზე ახლოს ვიცნობდი. შემდეგ, ვისაც ვიცნობდი ყველაზე ახლოს, ეს არის მიტროპოლიტი იოანე უკაცრავად იოანე დამავიწყდა, ქუთაისის ეპისკოპოსი რომ არის. გვარი დამავიწყდა. იოანე გამახსენეთ გვარი, იოანეს გვარი გამახსენეთ. ერთი წუთი ვუპასუხებ და შემოგიერთდებით.
მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ სატელეფონო საუბარი მქონდა, ამანათი მომივიდა და ვერ გადავდებდი. ხო, იმიტომ გაწყდა ხმა. გამრეკელი, კი, მადლობა ცირა. იოანე გამრეკელი, რომელსაც ყველაზე ახლოს ვიცნობდი ჯოჯოას შემდეგ, ფრთხილად იყოს. ფრთხილად იყოს. დანარჩენები, ვისაც ვიცნობდი შორიდან და ვისაც არ ვიცნობდი, ანანია მეუფე ანანიაც ფრთხილად იყოს. ანანიას გვარიც დამავიწყდა, გვარებს იმდენად ყურადღებას არ ეთყობა. ჯაფარიძე, ანანია ჯაფარიძე, თუ როგორ ქვია? ყველაზე ყურადღებით იყოს ანანია და იოანე, ყველაზე ყურადღებით. იმიტომ რომ მათ შეეხოთ ის საკითხები, რაც მე ვისაუბრე, მათ ყურამდე აუცილებლად მივიდა ეს საკითხები და მათ ყური აიყრუეს. დაიყრუეს. მე პირდაპირ მნიშვნელობით ვუსურვებდი გარდაცვლილ ადამიანს ნათელში იყოს თქო, მაგრამ რო ვიცი რომ არ იქნება, ვერ ვუსურვებ. შესაძლოა რომ მართლაც აქ დარჩენილებმა ისე მოაწყონ საქმე, რომ თუ კი მისთვის გულის შესტკივად ნათელში დაამკვიდრებინონ მისი სული, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ რეაქცია არ დაწყებულა. თუ კი ისინი რეაქციას მოახდენენ და შეასრულებენ იმ სიტყვას, რომელიც მართლაც და ზესიდან არის ჩამოტვირთული და პირდაპირ მნიშვნელობით თამარ მეფის ხმა უკვე ჩვენამდე მოდის და ყვირის, კივის, გახკივის, ბოდიშით და თუ დააიგნორებთ, თქვენ თავებს დააბრალეთ რა. ასე რომ ფრთხილად იყავით. დაგემშვიდობებით ახლა მე თქვენ. კითხვები ხომ არ გაქვთ? ამ პარტავნებას მოატეხეთ რქები. ძალიან ამპარტავნული საქციელია ის, როდესაც თქვენთან მოვიდა ადამიანი, სტუმარი და ის დააიგნორეთ და შემდეგ ისევ იმ მდგომარეობაზე გახართ, რომ ისევ ეს ადამიანი უნდა მოვიდეს თქვენთან და დაგიწყოს მათხოვრობა, მაგრამ გაიხსენეთ ქრისტეს სიტყვები, რომ სადაც მიხვალ და არ შეგიშვებენ, ან არ მოგისმენენ, დაიფერთხე ფეხები და წამოდი, იქ აღარ მიხვიდე. და თუ ვინმეს თავისი ცოდების გამოსწორება უნდა ამ საპატრიარქოს ხალხიდან, ხო? მე აღარ მოვა თქვენთან. აწი თქვენ მოხვალთ ჩემთან. და ცოდვა მე თქვენს წინაშე არ ჩამიდენია. თქვენ ჩაიდინეთ ჩემ წინაშე შეცოდვა და ჩემ წინაშე კი არა, ღვთის წინაშე ცოდვა ჩაიდინეთ. გესმით? მე ვიყავი უბრალოდ შუაში. შუა მავალი. ასე რომ ილია მაყიშვილი ამბობს, ყველას ყურამდეც კარგად არის მისულიო. ასე რომ ჩემო კარგებო, ფრთხილად იყავით. თავისი წიწილი შეიწირა კრუხმა. ესე იგი წყილ და ჭიანჭველას ზღაპრის მიხედვით
კრუხმა მისცა რწყილს წიწილი. წიწილს მიჰქვრის ძერას, ძერა დაიხსნება მუხას, მუხა მისცემს რკოს, რკოს მიუტანს ღორს, ღორი მისცემს ჯაგარს, დაგრეხს თოქს და ბაწარს, ჩაუგდებს და ამოიყვანს თავის ძმობილს რწყილი ჭიანჭველას. მე გითხარით ვინ არის ღორი? ვისთანაც პირველად მივედი და ვისთანაც ბოლოს მივედი. ვისთანაც ბოლოს მივალ. ეს არის ღორი. და წყალში ჩაგდებული ჭიანჭველა კი განვიხილეთ ჩვენ წინა ლაივებში, ვინ შეიძლება იყოს. და ვინ შეიძლება იყოს რწყილი. ახლა დროა გამოფხიზლების. ყველა მხრივ გინდა ნარიმანის კარზე, გინდა ილიას კარზე და გინდა სხვა ადამიანების კარზე. მადლობა შორენა. ვიხაროთ ერთად უფალში. კარგად გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე დღეს შეიძლება კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ.